იაპონიის ქალაქის საპორო თოვლის ფესტივალს მასპინძლობს ტრადიციას. საფუძველი 1950 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ ის ყოველწლიურად იმართება საპოროს ფესტივალზე წარმოდგენილ ყინულისა და თოვლის ქანდაკებებს შორის Walt Disney-ის გმირების და მსოფლიო არქიტექტურის ნიმუშების ასლებით არის წარმოდგენილი ფესტივალი. დღეს გაიხსნება და 13 თებერვლამდე გაგრძელდება. ყინულის გიგანტური ქანდაკებები და ულამაზესი ატრაქციონები ადგილობრივი დამთვალიერებლისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ტურისტის ყურადღებას იქცევს. ყოველწლიური თოვლის ფესტივალი იაპონიის ქალაქ საპოროში იმართება. ღონისძიების მიმდინარეობისას ყინულის ქანდაკებების კონკურსი იმართება. საპორო იაპონიაში სიდიდით მეხუთე ქალაქი და ჰოკაიდოს პრეფექტურის დედაქალაქია. საპოროში არაჩვეულებრივ ლუცხარშავენ ქალაქის გასართობი უბანი სასაკინო კი იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული უბანია. თოვლის ფესტივალს საფუძველი 1950 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. საპოროს ფესტივალზე წარმოდგენილ ყინულის ქანდაკებებს შორის დაკვირვებული თვალი Walt Disney-ის გმირებსა და ულამაზეს სასახლეებს შეამჩნევს, რომელიც იეროგლიფებითა და უცნაური ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული. მათგან ყველაზე საინტერესო კი ჩინური ტაძრის თოვლის ქანდაკებაა. ტაძარი პეკინის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ის მე-15 საუკუნის უნიკალური ძეგლია, რომელიც იუნესკომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. თოვლის ფესტივალისთვის მზადება ერთი თვის წინ დაიწყო. ორგანიზატორები ქვეყნის შიგნიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ სტუმარს ელოდებიან. შარშან ფესტივალს 2 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია. ღონისძიება დღეს გაიხსნება და 13 თებერვლამდე გასტანს.